საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი რად ყვედრი კაცსა. ამ ლექსში პოეტი საუბრობს სიყვარულზე. ნიკოლოზ ბარათაშვილს არაერთი ლექსი აქვს სიყვარულზე, მაგალითად გაგახსენებთ არუკიჟინო სატრფო, ბულბული ვარძედ, ოვე ტაძარი და სხვა. მაგრამ ეს ლექსი მაინც სხვათაგან გამორჩეულია, რადგან პოეტი ამ ლექსში ერთმანეთისაგან განარჩევს ხორციელსა და სულიერ სიყვარულს. მაგრამ რაც მთავარია, აქაც არის, რა თქმა უნდა, ქებათა ქება სიყვარულისა. როგორც რუსთველი წერს, სიყვარული აგვამაღლებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ლექსის მთავარი პათოსიც. წაგიკითხავთ ამ ლექსს. რად ყვედრი კაცსა ბანოვანო პირუმტკიცობას, თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებაც გძნობას, რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა, გავს არ პასუხსცემ შენ მას სულით მშვენიერითა. სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების, დავით ყვავილი თავის დროზე სწრაფლად დაჭკნების, აგრეთვე გულიც მხოლოდ მის და შენამ მსჭვალები, ცვალებადია წარმავალი და უმტკიცები. მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, სული და გული და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, რად გწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა, თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს, მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა, შობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა. როგორც დავწმუნდით, მართლაც ამ ლექსში პოეტი საუბრობს სიყვარულზე. ოღონდ ნახეთ როგორ იწყება ლექსი. პოეტი მიმართავს ბანოვანს, ქალბატონს და მას ეკითხება, რატომ საყვედურობს ის თავის მიჯნურს, თავის სატრფოს პირუმტკიცობას. პირუმტკიცობა ნიშნავს, რომ მისმა სატრფომ დაარღვია მტკიცე პირი, ესე იგი ერთგულების ფიცი დაარღვია, მოღალატე გახდა. საერთოდ რა შეიძლება გახდეს მიზეზი პირუმტკიცობისა და ღალატისა? ერთი ის, რომ მათ შორის არ იყო მტკიცე სიყვარული. და მეორე ის, რომ შეიძლება თვითონ სიყვარულია ასეთი ცვალებადი გზნობა და არავის ძეხორციელს არ ძალუძს უცვალებელი მარადიული სიყვარული. მინდა გაგახსენოთ რამდენიმე მაგალითი სიყვარულის წიგნიდან, ვეფხის ტყაოსნიდან, რომელშიც წარმოჩენილია როგორც ღალატის, ასევე ერთგულების მაგალითები. გავიხსენოთ მაგალითად თინათინისა და ავთანდილის სიყვარული. ეს წყვილი არასოდეს არ არღვევს ერთმანეთსადმი დადებულ ფიცს, ამიტომაც მათი სიყვარული არის ბოლომდე მტკიცე და უცვალებელი. ასე ბედნიერად არ წარიმართა მეორე წყვილის, ნესტანისა და ტარიელის ბედი. როგორც ვიცით, ნესტანის მამამ გადაწყვიტა მისი გათხოვება და ტარიელი დაესწრო იმ თადფირს, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. არადა მანამდე ტარიელსა და ნესტანს უკვე შეფიცული ჰქონდათ ერთმანეთისთვის სიყვარული. ნესტანმა დაიბარა ტარიელი თავისთან და როდესაც შევიდა ტარიელი, დაინახა ნესტანი ერთდროულად ძალიან ლამაზი და თან ძალიან მკაცრი და სასტიკი. გაგახსენებს სტრიქონებს ქვეწვავით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული, არცა მზე გვანდა, არც მთვარე ხიალვა ედემს ხებულიო. ესე იგი კლდის ნაპრალზე მიწოლილ ვეფხს გავდა, ულამაზესი იყო და თან მისი თვალებიდან საშინელი მრისხანება იფქვეოდა. სწორედ აი აქ გაუმჟღავნა ნესტანმა მრისხანეთ, რომ შენმე მიღალატე და დაარღვიე ჩვენი ფიციო. რა თქმა უნდა, შემდეგ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ სანამ გაირკვეოდა, ნესტანი დაემუქრა ტარიელს, რომ ინდოეთში შენ ცოცხალი ვეღარ გაივლი, აუცილებლად მოვაკვლევინებ შენს თავს ფიცის გატეხვისთვისო. და თანაც ისიც დაამატა, რომ ჩემისთანაც ვერსად ნახავ მთელი ქვეყნიერება კი არა, ცებიც რომ მოიარო, ცათამდისცა ხელი ახო. ერთი სიტყვით, როგორც ვიცით, ყველაფერი შემდეგ კარგად წარიმართა, გაირკვა, რომ ტარიელი არ იყო მოღალატე. რა მინდოდა ამით მეთქვა, რომ რა თქმა უნდა, ღალატი არის უდიდესი ცოდვა და ბუნებრივია, როდესაც ღალატის გამო ადამიანი აღშფოთდება და მეორეს თავის სატრფოს, თავის მიჯნურს, საყვედურს ეტყვის.
და სწორედ ეს იყო წარმოჩენილი ამ პირველ სტრიქონში. ამგვარ ფიქრებს აღგვიძრავს ეს პირველი სტრიქონი. მაგრამ წეღანაც თქვი, მეორე მიზეზი რა შეიძლება იყოს სიყვარულის დარღვევისა, სიყვარულის გაქრობისა. ის რომ სიყვარული არის ცვალებადი გრძნობა. თუ ცვალებადია სიყვარული, მაშინ გამოდის რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მარადიული სიყვარული. არ შეუძლიათ შეემსჭვალონ ისინი ერთმანეთს მარადიულად. მაგრამ ბარათაშვილი აქ კიდევ ერთ საინტერესო და საგულისხმო თვალსაზრისს გამოთქვამს. ქალს ის ეუბნება ამ ბანოვას, რომ გავს არ პასუხსცემ შენ მას სულით მშვენიერითა. ესე იგი ბარათაშვილი ამბობს, რომ არა შესაძლებელია უცვალებელი მარადიული სიყვარული, ოღონდ ეს სიყვარული უნდა დამყარებული იყოს სულიერ კავშირზე, სულიერ მისწრაფებაზე. პირველად ბარათაშვილმა სიყვარულში განასხვავა ხორციელი და სულიერი სიყვარული. ესე ძალიან გაყო ერთმანეთსაგან, თითქოს საზღვარი გაავლო. რა თქმა უნდა, ადამიანი არის ბუნებრივად ორბუნებოვანი თითქოს. ხორციელიც არის, სხეულებრივი, მას სხეული აქვს და ამავე დროს მას აქვს სული. სხეული და სული ერთმანეთსაგან ძალიან განსხვავდება, ხო? სხეულით ის არის მიწას მიჯაჭვული, ხოლო სულით ის არის ნაწილი ღვთაებისა ზეციური სამყაროსი. ხორციელება არის წარმავალი, ხოლო სული არის წარუვალი. და მეორე სტროფში სწორედ ამაზე საუბრობს ბარათაშვილი, რა თქმა უნდა, ხატოვნად და მეტაფორულად. სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების. რა თქმა უნდა, ადამიანის თვალი იოლად იხიბლება სხეულის სილამაზით, მაგრამ თუ კი სიყვარული დაეფუძნება მხოლოდ ამას, სხეულებრივ სილამაზეს, მაშინ ეს სიყვარული ისევე სწრაფად დაჭკნება, როგორც ყვავილი. ადამიანის თვალი ძალიან იოლად გადარბის ერთი ყვავილიდან მეორეზე, იმიტომ რომ ყველა ყვავილს თავისი სურნელი აქვს, თავისი სილამაზე და თუ კი ადამიანს შეუყვარდება მეორე ადამიანის სწორედ გარეგნობის გამო, მოიხიბლება მისი სახის სილამაზის თუ სხვა თვალების სილამაზის და ასე შემდეგ, მაშინ მისი გრძნობა იქნება ძალიან ხანმოკლე და ისევე დაჭკდება როგორც ყვავილი. აი ესეთი ლამაზი შედარება მოიხმო იმისთვის, რომ წარმოეჩინა როგორი წარმავალია და ხანმოკლე სიყვარული, რომელიც მხოლოდ ამ გარეგნულ სილამაზეზე არის დაფუძნებული. აგრეთვე გულიც მხოლოდ მის და შენამსჭვალები ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები. ნახეთ როგორ დაახასიათა ასეთი სიყვარული, ეს არის ცვალებადი, რა თქმა უნდა, იცვლება ძალიან ჩქარა, იმიტომ რომ როდესაც დაჭკნება ყვავილი, ადამიანს თავისი ფიქრი გადააქვს მეორე ყვავილზე, ხო? ასევე სილამაზეც, რომელიც ხორცთან არის დაკავშირებული, სამწუხაროდ ჭკნება და მასთან ერთად დაჭკნება ადამიანის სიყვარულიც და გამოჩნდება ვიღაც უფრო ლამაზი, რომლის მიმართაც გაუჩნდება ისეთივე გრძნობა, მაგრამ ისიც იქნება წარმავალი და უმტკიცები. ეს გრძნობა, რა თქმა უნდა, არ იქნება მტკიცე. მინდა გაგახსენოთ, რომ ასეთი არამტკიცე სიყვარულის მაგალითიც გვაქვს ვეფხის ყაოსანში. ეს არის ფატმანის ტრფობა ავთანდილის მიმართ. როგორც გახსოვთ, ფატმანმა დაინახა თუ არა ავთანდილი, მაშინვე მოიხიბლა მისი სწორედაც რომ გარეგნული სილამაზით, შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქმრიანი ქალი იყო, ის არ მოერიდა ამას და გააბა მასთან სატრფიალო კავშირი. როგორც ვიცით, ავთანდილიც იძულებული იყო ამ მეჯნურობაზე დათანხმებოდა, თუმცა შინაგანად ძალიან იტანჯებოდა, მაგრამ ამას აკეთებდა თავისი მეგობრის ტარიელისთვის. და ფატმანის ცნობილი სტრიქონები მინდა გაგახსენოთ თავის ქმარზე რომ ამბობს, მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, ჭლი არის და თვალად ნასიო. ესე იგი, აქ იმაზე კი არ ლაპარაკობს, რომ ქმარს რაიმე ღირსება არ გააჩნია, არამედ მის გარეგნობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ის არის გამხდარი და შეუხედავი და იმიტომაც არ მომწონსო. როგორც აღმოჩნდება, ფატმას ავთანდილამდეც ბევრი ვინმე ყვარებია. ასე რომ ფატმას არ შეუძლია ალბათ რომ ვინმე შეიყვაროს სულიერად, მოძებნოს მეორე ადამიანში სწორედაც სულიერება და იმაზე დააფუძნოს თავისი სიყვარული. თუმცა ფატმანი გარკვეულ ღირსებებს რა თქმა უნდა ავლენს პოემაში, მაგრამ ამ წუთში ჩვენ ამ თვალსაზრისით დავინტერესდით მისი პიროვნებით. რუსველი კიდევ მინდა გავიხსენო, როგორც იცით, პროლოგში საუბრობს იგი სიყვარულზე და გამოჰყოფს სამ გვარს. პირველი გვარი სიყვარული, ეს არის უმაღლესი სიყვარული, ეს არის ღვთაებრივი სიყვარული, ღვთის მიმართ სიყვარული.
ეს ისეთი განცდაა, რომელიც შეიძლება ყველა ადამიანს არ ერგოს საჩუქრად, მხოლოდ გამორჩეულნი შეძლებენ ამ სიყვარულის განცდას, მაგრამ ვინც შეძლებს რომ ეს განიცადოს, საოცარ აღმაფრენას, საოცარ ნეტარებას, საოცარ აღტაცებას განიცდის. ეს არის საქმე საზეო. თუმცა ამ სიყვარულის გამოთქმა რუსთველის აზრით არის შეუძლებელი. რამდენიც გინდა ისაუბრო, ენა დაგეღლება, ხოლო შენი მომსმენი დაიღლება მოსმენით, მაგრამ მაინც ამ სიყვარულის არს ვერ მოიხელთებ. რუსთველის აზრით ადამიანებს შეუძლიათ ამგვარი სიყვარული, როგორც წეღან აღნიშნე, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისებს. იმიტომ რომ ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვს. რუსთველი საუბრობს აგრეთვე მეორე გვარის სიყვარულზე, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სიყვარული, ქალ-ვაჟს შორის სიყვარული, მაგრამ აუცილებლად ეს სიყვარული უნდა ბაძავდეს ღვთაებრივის, ესე იგი სულიერება უნდა იყოს პირველ რიგში და მაშინ იქნება ის მოსაწონი და მაშინ იქნება ის სიყვარული შესაქმები. ხოლო არსებობს მესამე გვარის სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ხორციელ ტოლვაზე, ხორციელ ნებაზე და ამ სიყვარულს რუსთველი უწოდებს სიძვას და რა თქმა უნდა ის მისთვის მიუღებელია, როგორც გახსოვთ რომ წერს მძულს უგულო სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუშიო. რა თქმა უნდა ბარათაშვილმა ეს ყოველივე ძალიან კარგად იცის, მაგრამ ის ამ ლექსში საუბრობს როგორც გითხარით, აი ორგვარ სიყვარულზე, ხორციელ ტოლვაზე და სულიერ სწრაფვაზე ადამიანებს შორის. ნახეთ ხორციელი სიყვარული როგორ დაახასიათა, უკვე კარგად გავიგეთ. ეხლა როგორ შეუძლია რომ დაახასიათოს პოეტს სულიერი სიყვარული. მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული. ესე იგი სულიერი სიყვარული, სულზე დაფუძნებული, სულთა კავშირზე დაფუძნებული სიყვარული არის მშვენიერი. აქ იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ ორ ცნებას ძალიან განასხვავებს, ესე იგი სილამაზე და მშვენიერება. ჩვეულებრივი საგნები შეიძლება იყვნენ ლამაზნი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მშვენიერნი. მშვენიერება მხოლოდ დამახასიათებელია სულისათვის. ამიტომ მხოლოდ იმაზე შეიძლება ვთქვათ მშვენიერი, რასაც სული გააჩნია. და ამ სულიერებას, აი ამ მშვენიერებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ადამიანის შინაგანად განათება. ის მთლიანად ცulis თითქოს ადამიანს და განწმენს. ეს არის სწორედ ის სიყვარული, ზეციური სიყვარული, პირველ გვარს მიახლებული სიყვარული, რომელზედაც ბარათაშვილი საუბრობს. ახლა დავსვათ ასეთი კითხვა, შეუძლია კი ადამიანს ასეთი მარადიული სიყვარული, სულიერებაზე დაფუძნებული გრძნობის განცდა. ბარათაშვილს ჯერა რომ შეუძლია და მას აქვს ასეთი მტკიცე საბუთი, ასე ვთქვათ, ჩვენი მკითხველების დასარწმუნებლად, რომ რადგან ღმერთმა შექმნა ადამიანი, მას მიანიჭა თაბერა უკვდავი სული, ადამიანს ეს შეუძლია. და სწორედ ეს არის ნათქვამი ამ სტრიქონში და კაცსა შორის ვით კერძოსა ღვთაებობისა. კერძო არის ნაწილი, ადამიანი არის ღვთაების ნაწილი, ამიტომაც მას შეუძლია უკვდავი და მარადიული სიყვარული. და კითხვასავით სვამს, კითხვის ფორმით ამბობს, რად გწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ სიყვარულის ეს მადლი, მარადიული ტრფობის მადლი შეუძლია ადამიანს ამგვარი სიყვარულის განცდა, რადგან ღვთის ჯილდოა ეს ადამიანისათვის, რომ მან მიაინჯა უკვდავი სული. და პოეტი საუბრობს იმაზე, რომ უკვდავება არის სწორედაც რომ მშვენიერი სულის თვისება. და ამ სიყვარულს, რომელიც დაფუძნებული იქნება სულთა კავშირზე, ვერაფერი ვერ დააბერებს, ვერაფერი ვერ გაანადგურებს, ვერაფერი ვერ წაშლის. ნახეთ როგორ წერია, მას ვერ შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. როგორც ვიცით, ცხოვრებაში 1000-ნაირი დაბრკოლება, 1000-ნაირი შემთხვევა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამგვარ სიყვარულს ვერაფერი შეეხება. მხოლოდ აი ასეთი კავშირი, სულიერებაზე დაფუძნებული კავშირი წარმოშობს ისეთ სიყვარულს, რომელიც არის ქებათა ქების ღირსი, რომელიც არის ნამდვილი და ერთადერთი სიყვარული. ამიტომაც არის, რომ სწორედ ასეთი სიყვარული იქნება ღვთისაგან დალოცვილი და ეს სიყვარული არასოდეს არ დაირღვევა. აქ შეიძლება გავეხსენოთ გალაქტიონ ტაბიძის ცნობილი სტრიქონები, უსიყვარულოდ მზიარს უფევს ცის კამარაზე, სიო არ დაქრის, ტყე არ გრთება სასიხარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. აი მან თითქოს რაღაცნაირად თავისებურად, რა თქმა უნდა, გაიმეორა ბარათაშვილის ეს სიტყვები. ბარათაშვილმაც სიყვარული დააკავშირა უკვდავებასთან. სხვა ლექსებშიც საუბრობს ამ უკვდავ გრძნობაზე ბარათაშვილი, როგორც ზემოთაც გითხარით და ერთ ლექსში, რომელსაც ჰქვია არ უკიჟინო სათფო, ის ამბობს, რომ სიყვარული არის ისეთი უკვდავი გრძნობა, რომლის გამოთქმა მოკვდავი ენით არის შეუძლებელი. და როდესაც ის სათფოს თავის სიყვარულზე ესაუბრება, ეუბნება, რომ ნუ თუ შეიძლება, რომ ჩემი გრძნობის წადილს, ჩემი მშვენიერი გრძნობის წადილს უბრალოდ ვუწოდოთ ისევე სიყვარული, როგორც სხვები მას უწოდებენო. აქ რა თქმა უნდა არის შორეული გამოძახილი რუსთველისეული შორით დაგვისა და შორით ყდომისა, როდესაც ადამიანი უნდა სათფოზე ოცნებობდეს, ფიქრობდეს, არა ხორციელად მასთან მიახლებაზე, არამედ უნდა წარმოუდგებოდეს ის როგორც მიუწვდომელი მშვენიერება. და ბარათაშვილი თითქოს შენატრის აი ამგვარ სიყვარულს და წერს, რომ მხოლოდ ასეთი გრძნობა არის ესეთი სანუკველი. სანუკველი ნიშნავს სანატრელი, საოცნებო და ყოველი ადამიანი უნდა ოცნებობდეს ამგვარ სიყვარულზე. ესეთი გრძნობა, რომელსაც თუ განიცდი, მაშინ გექნება განცდა თვით სასუფეველისაო. სასუფეველი არის 64. ეს არის მიუწვდომელი ნეტარების სიმბოლო, როგორც ვიცით. და ადამიანი მას მხოლოდ სიკვდილის გარდაცვალების შემდეგ მიახლება და განიცდის. და ბარათაშვილი კი ფიქრობს, რომ სასუფეველის განცდა ადამიანს ამ ქვეყანაზევე შეუძლია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი მას ექნება ასეთი ამაღლებული სიყვარული, რომელიც არის გაცისკროვნებული მზის სხივით. და უკვდავებით არის დაგვირგვინებული. წეგანას აღნიშნე, რომ სწორედ ასეთი სიყვარული არის ღვთის ხელით დაბეჭდილი თითქოს და მის მიერ აღიარებული როგორც უკვდავი და წარუვალი. სხვა ლექსში ერთგან ბარათაშვილი, როდესაც სათფოზე წერს, ასეთი სტრიქონები გვხვდება, როს ბედნიერ ვარ, შენთან ყოფნით, მე შენს თვალებში ჭვრეტ სამოთხესო. აი აქაც იგივე სამოთხე არის ნახსენები. ხშირად ახსენებენ ხოლმე პოეტები ამგვარ სამოთხეს, მაგალითად მინდა გაგახსენოთ აკაკი წერეთლის გამზდელი, როდესაც მწერალი აღწერს როგორ უყვართ ერთმანეთი ნაზიბროლასა და ბათუს, იქ ამბობს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანაზევე ისინი გრძნობენ სასუფეველის ნეტარებასო. ან კიდე გრიგოლ ორბელიანი რომ წერს ლექსში საღამო გამოსალმებისა, რომ სიყვარული არის ის გრძნობა, რომელიც სიცოცხლეს ამშვენებს ზეციური მადლით და ის გვანიჭებს აღმაფრენას. და ეს არის ისეთი გრძნობა, რომლის გამოთქმა შეუძლებელია. ჯობია ენა დადუმდეს, ჯობს ენა დადუმდეს, იმიტომ რომ გამოთქმით მაინც ბოლომდე ვერ შევიმეცნებთ ამ გრძნობასო. ბარათაშვილის სიყვარული, რა თქმა უნდა, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იყო ეს ყოველივე წარმოსახული, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მას ცხოვრებაში უყვარდა ერთი მშვენიერი ულამაზესი რეალური ქალი, ეს იყო ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელსაც არაერთი ლექსი მიუძღვნა. სამწუხაროდ მათი სიყვარული აღმოჩნდა ხანმოკლე და ეკატერინე ჭავჭავაძე, როგორც ვიცით, სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს გაჰყვა ცოლად. მათი გზები გაიყარა, მაგრამ ეკატერინეს მუდამ თან დაჰქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაჩუქარი ხელნაწერი ლექსების კრებული. სადღაც გულის კუნჭულში ალბათ მას არასოდეს ავიწყდებოდა ეს სიყვარული, რომელიც პოეტს ჰქონდა მის მიმართ. და საბედნიეროდ სწორედ ეს ხელნაწერი კრებული ნახა ილია ჭავჭავაძემ რუსეთში ყოფნისას. მანამდე მინდა გაგახსენოთ, რომ სიცოცხლეში საერთოდ ბარათაშვილს არც ერთი ლექსი არ უნახავს გამოქვეყნებული და მას არც კი იცნობდნენ, როგორც პოეტს, მხოლოდ ახლობელთა წრემ იცოდა, რომ ის ლექსებს წერდა. არც მისი სიკვდილის შემდეგ უღიარებიათ იგი პოეტად, მხოლოდ რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა. მაგრამ აი გამოჩნდა ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც მაშინვე იცნო მის ლექსებში გენიალური პოეტი და მან უამრავი წერილი დაწერა, ლექსებიც უძღვნა და ფაქტობრივად ახლიდან აღმოუჩინა საქართველოს ბარათაშვილი.
უნიჭიერესი პოეტი, რომელიც შეპყრობილი იყო არა კერძო და კონკრეტული სევდით, არამედ მსოფლიო სევდით და ბარათაშვილის პოეზიას, ქართული პოეზია ახავდა სრულიად ახალ მწვერვალზე. მე მინდა გაგახსენოთ კიდევ რამდენიმე ლექსი, რომელშიც ბარათაშვილი საუბრობს სიყვარულზე. მაგალითად, ერთი ძალიან ლამაზი ლექსი აქვს ბულბული ვარდზე, რომელშიც აღწერს, როგორ უყვარს ბულბულს ვარდი და კოკორს შესქერის და უნდა რომ მის გაშლას დაესწროს, აი როგორ გაიშლება ეს ულამაზესი ვარდი და მთელი დღე ჭიკჭიკებს, გალობს და მე გადაწყვეტს რომ არ დაიძინოს ღამე. მაგრამ ისე დაიღლება რომ ჩაეძინება და დილით სხვა ჩიტების ჭიკჭიკი გამოაღვიძებს და დაინახავს რომ ვარდი უკვე არის გაშლილი და ძალიან დაწყდება გული. ესე იგი მას ბარათაშვილს ამით რა უნდოდა ალეგორიულად ეთქვა რომ აი თვითონ ის პროცესი გაშლისა, სილამაზის დაბადების, მშვენიერების დაბადების პროცესი აინტერესებს და არა ის შედეგი რომელიც ამას მოყვება. თუმცა ბულბული იმასაც გაიფიქრებს რომ რადგან ვარდი გაიშალა ესე იგი ის ჩქარა დაჭკნებაო. აქაც იგივე აზრია, რაც შემდეგ გალაქტიონმა გამოთქვა ლექსში რაც უფრო შორს ხარ. გაგახსენებ, რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი, როგორც ედემი. ესე იგი, როგორც კი მიახლები შენ სასურველს, როგორც კი ოცნება იქცევა რეალობად, ის თითქოს ფერსა და სურნელს კარგავს. სხვა ლექსებშიც, როგორც გითხარით, ბარათაშვილი საუბრობს სატრფოზე, რომელსაც შეუძლია, რომ ამ ქვეყნიური მისი ტკივილები გაფანტოს, სულიერ ობლობა შეეწიოს. აი ერთი ლექსი აქვს პოეტ აძარი, რომელშიც წარმოიდგენს პოეტი ცხოვრებას როგორც უდაბნოს და დადის ამ უდაბნოში მიუსაფარი, მარტოსული და უცებ სიყვარულის გზნობა გაუჩნდება და თითქოს მის ცხოვრებაში აღიმართება ტაძარი. ამით ის უნდა ეთქვა პოეტს, რომ სიყვარული და რწმენა არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და სიყვარული არის ის ძალა, რომელთაც ადამიანი ღმერთს მიახლება. ამ ძალის საშუალებით დადგება იმ გზაზე, რომელსაც ადამიანი ღვთისაკენ და ღვთაებრივი სამყაროსაკენ მიჰყავს. გირჩევთ წაიკითხოთ ბარათაშვილის სხვა ლექსები და იგრძნოთ ნამდვილი სიყვარულის დიდი ძალა. გმადლობთ ყურადღებისათვის.